ყველასგან გამორჩეული და კარნავალური ავანტიურისტი, თუმცა სულით ხორცამდე ხელოვანი. ეს მხოლოდ მცირედია იმ ეპითეტებიდან, რომლითაც ტატო კოტეტიშვილს ახასიათებენ. ყველაზე პროვოკაციული და სიურრეალისტური ფილმების ავტორი მალევე იქცა 80-იანელთა ეგრეთ წოდებული დაკარგული თაობის სიმბოლოდ. ხანმოკლე შემოქმედებითი ცხოვრების მიუხედავად, მან მაინც მოახერხა სოროებში შეკეტილი საბჭოთა საზოგადოების შეჯანჯღარება. ჩვენ დღეს ტატო კოტეტიშვილის პორტრეტს კინოინტერიერიდან მის მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად მოუხაზავთ, ასევე ჩვენი სტუდიის სტუმარია კინომცოდნე თეო ხატიაშვილი. საღამოშვიდობის თეო, დიდი მადლობა პირველ რიგში სტუდიაში სტუმრობისთვის. პირველი რაც მინდა აღვნიშნო, სანამ დიალოგს დავიწყებთ, ორი კვირაა რაც მე ამ მასალას ვამზადებდი და სულ რაღაც 3 დღის წინ აღმოვაჩინე, რომ ხვალ, ანუ 8 თებერვალს არის სწორედ ტატოს დაბადების დღე, მას 51 წელი შეუსრულდებოდა, ასე რომ სიმბოლურიც კი, რომ დღეს მასზე ვსაუბრობთ. რადგან ბოლო ინტერვიუ, ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ, ასე ვთქვათ, მე არ მინახავს ყოველ შემთხვევაში და არც მახსოვს საქართველოში ეს იყო და შენ ჩაწერე ტატოსთან, გავიხსენოთ ამ ინტერვიუს ფრაგმენტები. სიამოვნებით, ეს იყო 91 წელს, ძალიან დიდი დრო გავიდა მას მერე, მაგრამ როგორც ვიცი, საერთოდ ტატო კოტეტიშვილს მაინც არც უყვარდა ინტერვიუების მიცემა და სხვა შორის მივედი ცოტა არ იყოს დამფრთხალი, მით უმეტეს რომ ერთ-ერთი ჩემთვისაც პირველი ინტერვიუ იყო და მართხილებდნენ რომ ის არ ლაპარაკობს როგორც წესი, მაგრამ როგორც კი შევედი ოთახში, ოდნავ დაბინდული ოთახი იყო და სიღრმეში იჯდა და ამან კიდევ უფრო დამააფრთხო, მაგრამ პირველივე სიტყვების შემდგომ მივხვდი, რომ ეს არის არაჩვეულებრივი, გახსნილი ადამიანი, კომუნიკაბელური, ძალიან თავისუფალი, რომელსაც ჰქონდა ძალიან ორიგინალური აზრები ფაქტიურად ყველაფერთან დაკავშირებით, მით უმეტეს თუ გავიხსენებთ, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე და რთული ეპოქა ჩვენი უახლოესი ისტორიის და ძალიან ზუსტ შეფასებას აძლევდა იმის მიუხედავად, რომ ცოტა უფრო რთულია ხოლმე ესე დუღილის პროცესში რაღაცა რაციონალური აზრი შეინარჩუნო და მისი არჩევანიც, რომელიც გააკეთა შექსპირის ჰამლეტზე, რომლის ეკრანიზებაც უნდოდა, დიახ, უკვე ანემიას შემდეგ აი ამაზე მუშაობა დაიწყო, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაიწელა სცენარზე მუშაობა, ანებებდა თავს უბრუნდებოდა და ერთ-ერთი მიზეზი ალბათ სწორედ აი ეს გარდამტეხი ეპოქები იყო, რომელშიც მოუწია თვითონ ტატოს ცხოვრება და რომელშიც ცხოვრობდა დანიის პრინცი. არ ვიცი, ძალიან საინტერესო არის ის პასუხი, რომ ერთ-ერთი პასუხი, რომელიც აი ამ ინტერვიუში მითხრა, რომ ძალიან რომ ეს არის 1991 ეს არის 91 წლის სინემა, მაგრამ აი ამ პასუხებს მე გარწმუნებთ აქტუალურობა არ დაუკარგავს და აი პატარა ციტატას ამოვიკითხავ. მე შემზარა იმის ხილვამ, როგორ ჩამოაგდეს ლენინის ძეგლი სამარისებულ სიჩუმეში გაისმა მძიმე რაღაც ფუყესხეულის დაცემის ყრუხმა და უცებ იხულა მასამ. საქართველო, საქართველო, სამშობლოს სიყვარულზე, ეროვნულზე, ამდენი ყვირილი და ხმამაღალი სიტყვები უკვე საშიში ხდება. რა მნიშვნელობა აქვს ვინ შეგბოჯავს, კომუნისტები თუ ფსევდოპატრიოტები? ხო, აი ძალიან საინტერესოა, ზუსტად აი როდესაც მაღალ ფაზაში შედის ეროვნული მოძრაობის დღეები, ზუსტად ამ დროს იღებს ტატო ფილმს City Life. და სადაც აი ლეიტმოტივად გასდევს ამ ფილმს გაუმარჯოს ეს არის. აი ზუსტად მის ფილმებზე მინდა კითხო და შევაფასოთ ტატოს ფილმები, როგორ ჩანს დღეს. მაშინ იყო ყველასგან ამოვარდნილი, ძალიან პროვოკაციული, შეიძლება ითქვას, ზოგჯერ მკრეხელურიც კი. მისი თავი ნონკონფორმისტული გმირებით. აი დღეს როგორ ჩანს ეს სურათები უკვე დიდი დღესაც ისევე აღიქმება, მე მგონი, მით უმეტეს აი რაღაცა ახსენე და ეს ინტერვიუს ფრაგმენტზეც ვთქვი, რომ აქტუალურობა არ დაუკარგავს თქო, იმიტომ რომ ტატოს გმირი ყოველთვის არის რაღაცა მაძიებელი, მოუსვენარი ადამიანი, რომელიც არ იბოჭება ერთი რაღაცა იდეოლოგიით, ერთი რაღაცა ტრადიციით, სქემი და ასე შემდეგ. თვითონ იყო პირველ რიგში ესეთი და ყოველთვის იგრძნობა მის გმირებშიც აი ეს მაძიებელი სული და შესაბამისად ის რა თქმა უნდა ყველა დროში არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხო, როდესაც ადამიანი არ იკეტება რაღაცა საზღვრებში და როდესაც ცდილობს რომ იპოვოს ის რაღაცა ჭეშმარიტება, რას არ ქმნევ ჭეშმარიტებას და თავისუფლებას არავინ არ იცის და ეს ძიების პროცესი City Life ძალიან სწორად შენიშნეთ თქვენ იყო გაგრძელება სწორედ თითქოს რაღაცნაირად აი მისი გმირისა, ანემის მთავარი გმირისა, ხო, რომელიც
პროტესტის ნიშნად ტოვებს ქალაქს, მიდის მთაში, მაგრამ ეს არ არის გაქცევა, ეს არის პირიქით აქტიური ცხოვრების დასაწყისი. სათავეებთან ბრძოლა. სათავეებთან ბრძოლა, თითქოს უცნაურია, რომ უცებ აი ამ გამოღვიძებას, რასაც რისკენაც უბიძგებს ანემიის გმირი, უნდა გაეხარებინა City Life-ის პერსონაჟს, ხო, მაგრამ მას ხედავ ძალიან დისტანცირებულ პროცესებთან, სწორედ ისევ და ისევ იმის გამო, რომ მას არ უნდა იქცეს რაღაცა ბრბოს ნაწილად, მას არ უნდა ახვეს ფეხის ხმას, არამედ ყველაფრის მიმართ რაღაცა უფრო ისეთი რაციონალური და საღი აზრი გამოიმუშაოს. მე მგონი, რომ დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. იგივე ანემიის მთავარი გმირი, რომელსაც ლევან აბაშიძე თამაშობს და ასევე დღეს აღარ არის ცოცხალი, რაღაცნაირად გახდა მაშინდელი ამ 80-იანი წლების და ამ თაობის სიმბოლოდ იქცა. მე მახსოვს, როცა ლევან აბაშიძეზე ვაკეთებდი ფილმს, მაშინ გიოცინცაძე მითხრა ესეთი ფრაზა, რომ ჩვენს თაობას მე ვერ დავარქმევ დაკარგულ თაობას, ხშირად ამბობენ ბჭყალებში მოიხსენებენ ამ სახელს. ეს არ არის დაკარგული თაობა, ეს არის განწირული თაობა, რომელსაც ყველა მხრიდან ცეცხლი გაუხსნეს. შენ ძალიან კარგად გახსოვს ეს პროცესები, თუმცა ამ თაობამ მაინც მოახერხა და რაღაცა შექმნა. შექმნა, მაგრამ ალბათ მაინც ძალიან მცირე დოზით. და სამწუხაროდ მხოლოდ ეს თაობა არ ყოფილა, ხო, გამონაკლისი, ბევრი მომდევნო თუ მანამდე არსებული თაობაც პრინციპში ძალიან სერიოზული გამოცდის წინაშე დააყენა იმ პოლიტიკურმა მოვლენებმა და უამრავმა პერიპეტიამ, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში ხელოვანს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა ჭირდება ალბათ. იმიტომ რომ გაერკვეს ერთის მხრივ სიტუაციაში რა ხდება და მეორეს მხრივ მოახდინოს ამ ყველაფრის ესეთი შემოქმედებითი გადააზრება. ეს კი მართლა ძალიან სერიოზული პროცესია და ალბათ ქართული კინოს კრიზისზე როცა ვსაუბრობთ, ამანაც განაპირობა რა საკვირველია, როდესაც რეჟისორები და არა მხოლოდ კიდე გავიმეორებ, არა მხოლოდ დატო კოტეტიშვილის ან და გიომ გელაძის თაობა რაღაცნაირად დაიბნა და ჩაიწირა მართლაც ამ პოლიტიკურმა პროცესებმა. თუმცა ალბათ დატო გამონაკლისია, ყველაზე მეტად შეძლო და ყველაზე ხმამაღლად. დატომ რაღაცნაირად იწინასწარმეტყველა მე მგონი კიდევაც და აი ციტატას გავაგრძელებდი, ჯერ კიდევ დიპლომო კი არა და მგონი თქვა საკურსო ფილმი იყო გმირი. მე მიმაჩნია რომ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი, არა მხოლოდ მის შემოქმედებაში, არამედ ბოლო 10 წლეულების კინოში, სადაც ძალიან ლაკონურად თან არაჩვეულებრივი იუმორით ახდენს დიახ, აი მითების ნგრევას, იმ ფსევდო რიტორიკის ძალიან სააშკარაოზე გამოტანას, რაშიც იხჩობა დღევანდელი ქართული საზოგადოება. ზუსტად ამ ფილმით იწყება ჩვენი სიუჟეტი. დიდი მადლობა. ჩვენი სტუმარი გახლდათ კინომცოდნე თეო ხატიაშვილი, რომელიც დღეს ბერლინალეზე მიემგზავრება. ჩვენ დაველოდებით თანამედროვე კინოსიახლეებს მისგან, რაც შეეხება კინონოსტალგიას და დატო კოტეტიშვილს ნახეთ უკვე ჩვენი დღიურიდან უკანასკნელი ასამანი. ალბათ ვერავინ იფიქრებს, რომ ამ ფილმის ავტორი მაშინ 18 წლის იყო და ყველაზე პროვოკაციული იდეები აწუხებდა. გმირს ახალგაზრდა რეჟისორი ჯერ კიდევ მცირე ასაკში ეძებდა. ეძებდა სწორედ რომ საბჭოთა წყობისგან დასუსტებულ საზოგადოებაში. გავადრო და ეს გმირები მთელი ძალით აყვირდებიან მე-20 საუკუნის ბოლო ათწლეულში. შეაწუხებთ ანემია და ჯენის ჯოპლინის ეიფორეულ რიტმებზეც დატოვებენ თბილისს და გაიქცევიან. ამ ფილმს სიმბოლურია და სწორედ გმირი ქვია. რეჟისორი კი ელდარ შენგელაიას ჯგუფის მესამე კურსის სტუდენტი დატო კოტეტიშვილია. გავიმარჯვეთ, ქართველებო, გავიმარჯვეთ! კურსზე გამუშავდა მარტო თავის იმაზე. იმას შემოუგდებდა, იმას ვეტყოდა, იმას და საერთოდ ქმნიდა ატმოსფეროს. ნუ ახლა მე მომართავდა ბატონო ელდარ რა. ის თავიდან მეუბნებოდა ელდარ. აი ესე რა, ჩვენ უნდა მე შენთან ვარ ესე რა, ელდარ. შენ მასალებელი კი ხარ, ჩემი ყველაფერი ერთი მეორე, მაგრამ აი ამ საქმეში ახლა რასაც ვაკეთებ, შენ მე ვარ დატო, შენ ელდარი ხარ, გაიგე? ძალიან გამორჩეული იყო თავის ნიჭით რა, შეიძლება ვთქვა და ნაღდად არ შემეშინდება ამას, რომ ყველაზე ნიჭიერი ჩვენ თაობაში. ესეთი იყო რა, თავიდანვე. და ვერავინ ვერ გაექცევა ამას.
ნიჭიერი მარტო თქვა კინოში კი არა, ყველაფერში ეგეთი იყო რა. ქცევაში, ჩაცმაში, საუბარში. ყველასგან გამორჩეული და კარნავალური ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების წესითაც კი ებრძოდა სტანდარტებს. ერთი შეხედვით თავქარიანი და თავგადასავლების მაძიებელი, თუმცა შინაგანად რიჩარდ ბახის პერსონაჟის, თოლია ჯონათან ლივინგსტონის პროტოტიპი. ის ყოველთვის გუნდისგან დამოუკიდებლად მიდიოდა და მისთვის შინაგანი თავისუფლება ყველაზე ძვირფასი იყო. ალბათ ამიტომაც გაიზიარა ჯონათანის ფინალი. ძალიან მაღლა, მზესთან ახლოს აფრინდა. ფრთები დაეწვა და ჩამოვარდა. ყველაზე გიჟური იდეა თქვა ტატოს მოუვიდა და ის კი არა, ჩვენც მე ყველაზე პატარა იყო, მაგრამ ისეთი იყო რა, ყველაზე ენერგიული. მოვარდნილი ეხლა ისეთი რომ ჩვენ მენტალობისთვის ხო საერთოდ ისეთი ისტორიებში ვარ, მე პირადად გავსული მაგის გამო რომ ეხლა მოხსენდება ხოლმე, რომ ეხლაც გუწითლები ხოლმე რა, ისეთი შეეძლო. ტატოს კლოუნადასა და უცნაურ გამოხდომებს ქალბატონი ლია ახლა მხოლოდ ფოტოარქივით იხსენებს. მომავალი რეჟისორის ბავშვობა დედის ტანსაცმლით მოწყობილი პერფორმანსებით დაიწყო, შექსპირის დრამების ინტერესით გაგრძელდა და ფელინის სიყვარულით გადავიდა კინოში. ამ უკანასკნელი სიყვარულმა უბიძგა სწორედ რომში, ერთ-ერთი სტუმრობისას წითელი საცვლით რომ გადაეშვა იმ შადრევანში, სადაც თავის დროზე ტკბილი ცხოვრების გადაღებისას მხოლოდ ანიტა ეკბერგი ჩაუშვეს. სწავლა არ უნდა საერთოდ. მე ძალიან ადრე მივიყვანე სკოლაში 6 წლის იყო და ერთხელ უთხარი ვაიმე ტატნაში რომ მე ჩემი ბრალია ძალიან ადრე მიგიყვანს. არავითარი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. მაინც ესე ვისწავლედი. მე როდესაც ტატომ დაამთავრა, არც იყო იცით მაგაზე ლაპარაკი, რომ საწასული იყო და რაღაცა პირდაპირ იცოდა რომ წავა იქა თეატრალურზე. ვიტყოდი რომ იცხოვრა ბევრად ძალიან საფრთხე ცხოვრებით, ყოველი დღე რო არის დატვირთული, ბევრად ალბათ მეცვერა და ბევრი ვიღაცა საერთოდ რომ 10-ამდენი ცხოვრება შეიძლება ეგეთი საფრთხე თავისთვის ცხოვრება არ ქონდეს. ავანტიურისტი, თუმცა სულით ხორცამდე ხელოვანი, რომელმაც კინოსიყვარული მთავარ საქმედ აქცია. ის 80-იანი წლების ქართულ ახალგაზრდულ კინოში არასტანდარტული იდეებით მოვიდა. ნონკონფორმისტი პერსონაჟები მოიყვანა და ეგრეთ წოდებულ პერესტროიკაზე ადრე დაიწყო კლიშეების ნგრევა. მე ერთ ფილმში თამაშობ, მის ფილმში მატარებელში და მის საოცარი პერიოდია წყალტუბოში ვიღებდი. ხშირად შემოთქვა ხოლმე წინასწარ რაღაცას ვლაპარაკობდით, მომიყვებოდა ხოლმე რაღაცა თლიანობაში ჩანაფიქრს. ან იდეას თქვა რაღაცა და მე როგორ გასაგები იყო, იმიტომ რომ რაღაც მართლა გვეცმოდა ერთმანეთის. ძალიან ადვილად უგებდით ერთმანეთს და მე უკვე აღარ იყო საჭირო ლაპარაკი, მე უკვე ადგილზე ვასწორებდით თამაშის დროს თუ იყო სიტუაცია რომ თამაშობდით რაღაცა ეპიზოდს, ხო? ის პირდაპირ მეტრება, ცოტა ესე გააკეთე, ანუ აბსოლუტური ნდობა ქონდა ერთმანეთის გემოვნების მიმართ. მიდიხარ, მიდიხარ. დღეს მიდიხარ. ო, დღეს. მე მიყვარს ჩემს მაგაცები. აი როგორ მიხსნიდა. შენც ხო მიყვარს? იცი რომ გიყვარს. კი მეთქი. ხო და აი ამაზე მინდა გავაკეთო, კაცო სიყვარულზე აუცილებელია რაღაცა გარყვნილობა იყოს, ხო? შეიძლება კაცებს ატვისცემი და სიყვარული მართლა გიყვარს ხო შენ ეს კლასელები შენი? მეგობრები ხო გიყვარს? ზურაყიფშიძე ტატოსა და მისი თაობის დანაკლის განსაკუთრებით ახლა განიცდის, როცა ძირითადად თეატრშია და გადასაღებ მოედანზე იშვიათად ხვდება. ამბობს, რომ კინომ ტატოს სახით ბევრი რამ დაკარგა, პირველ რიგში კი იდეების გენერატორი. იხსენებს მათ პირველ ერთობლივ ფილმსაც, საკურსო ნამუშევარი მატარებელი ფელინით შთაგონებული რეჟისორის კიდევ ერთ უცნაურ ისტორიასთან ასოცირდება. მერია გადასარევი ისტორია ამ ფილმის გაგრძელების უკვე როტერდამში. ტატო ზის უფულოდ, როგორც თვითონ ყვებოდა ფანტასტიკურად და ფიქრობს რა ვქნა, უცბად გაიგო რომ როტერდამში არის გეების ფესტივალი, კინოფესტივალი. და წარადგინა ეს ფილმი მატარებელი ძმაკაცებზე რო წარადგინა გეების ფესტივალზე, ისინი გაგიჟდნენ ის საეცკელო საიუზა როგორ უყვართ ერთმანეთი და მე რო კითხეს რომ ინტიმური სცენები სად არის და კგბ-მა მომაჭრებინაო თო ესე იგი მე და ტატოს დიტოს თურმე რომანი გვაქვს, გესმის? ფილმის მაკაცობაზე აქცია გეების ფილმად. ეს იყო ცირკი, თვითონ ყვებოდა ფანტასტიკურად. წერა მე. ახლა რამდენი პერსონაჟებია მაგათ. მუსიკოსებიც როგორ მოკვნა? განხორციელებული მოკლემეტრაჟიანი სურათების გარდა ტატოს კიდევ ერთი აკვიატებული იდეა აწუხებდა.
დიდი ხნის განმავლობაში წერდა სცენარს, რომლის შთაგონების წყარო უილიამ შექსპირის ჰამლეტი იყო. 18 წლიდან დატოს უნდა ჰამლეტის გადაღება. თუ აი 38 წლამდე რა ბოლომდე სულ მაგის იმედი ქონდა რომ გადაიღებს ამ სურათს. და ქონდა ესეთი საინტერესო შემთხვევები დაურეკა მაეპლისეცკეს ესპანეთში იყო მაშინ და მოუყვა ეს რაც უნდა მაგას. ოღონ დაზინა რომ თქვენ ხართ ყოფილი მსახიობი, სადაც სულ კადრები იქნება თქვენი შესრულებით ესე იგი ეს ბალეტი. მერე გაიცნო სპეციალურად ჩავიდა ბერგერი. ჰელმუტ ბერგერი და წარმოიდგინეთ ისიც დათანხმდა რომ ითამაშებს მეფეს. თავიდან უნდა რომ დაედგა სპექტაკლი უნდა დაედგა, ოღონ უნდა დაედგა ცირკში. წარმოწმდა ეს არენა და რომ აი ამ არენაზე გადაეტანა ეს ფმებები შექსპირის და იმ პერიოდში იყო ბორა წიფურია ცირკის დირექტორი. მივიდა ბორასთან, წიფურიასთან და უთხრა აი ბატონი ბორა ესო ჰამლეტი მინდა რომ ცირკში დავდო გაგიჟდა რა უნდა კაცო ჰამლეტსო ცირკში აქ არის ცხოველებიო ეკვილიბრისტები ჟონგლიორები არა კაცო წარმოიდგინეო ეგეთი რამეო რომ ეს ნუ ხო იცი ძალიან მაგრა გავაკეთებო და თანო წარმოიდგინე აი სადაც ვაწერიაო ცირკიო იმ ადგილას ესე დიდიო ნეონებშიო ჰამლეტს დიდზე დავაწერთო და ანშლაგზეა ბილეთები არის შევებო და ჩვენ კიდევ ზივართო შენთანო კაბინეტშიო და ნარც ვაგორებთო გირეკავენო ცეკადანო მთავრობიდანო და არ პასუხობ ტელეფონსო და გაგიჟდა ბორა ამაზე რომ აბა რაო ჰამლეტი ოცნებად დარჩა. გადაღება ვეღარ მოასწრო. თუმცა მის მსგავსად ბუნტი მოუწყო სოროში გამოკეტილ მასას და აქედან გამოქცეული გმირები ააყვირა. საკუთარი ტკივილი და ზიზღი არსებული წყობის მიმართ განსაკუთრებით მძაფრად ჩადო რეჟისორმა მის საეტაპო ფილმში ანემია. ეს იყო სურათი, რომელიც ყოველგვარ წესრიგს, ყველანაირ მიღებულ აზრსა და საზოგადოების ფსევდომორალს პირდაპირ პროტესტს უწყობებდა. ანემია მე ვთვლი რომ ჩვენი კინოს ერთ-ერთი საუკეთესო სურათი არის და ანემია აი ამ თაობის მანიფესტი იყო რა თავისებური მანიფესტი იყო რა Задамте гегонат могите ха? Липович, сколько лет вы так сладко живете? А кому-то пенсия, гизи! Сейчас человек зашивет для площади, они слезы здесь распускают. Эпилебут, შეუბედურო ვიდა სადამდე უნდა იჯდეთ სწოროებში სადამდე უნდა შეუდრიამ ახوار ტრაქში სადამდე როდემდე უნდა აწყოთ ხალხი სადამდე უნდა გაგრძელდეს ბრავადურობა თაში იღებდა ერთხელ ანუ ხო და მოკლედ მოხდა ისე რომ იქ თოვლი მოვიდა ამათმა დაუგვიანეს ჩატანა ელემენტარულ საჭმელი არ ქონდა გაგიჟებული იყო რა და რაღაცა ვერტფრენი აღმოჩნდა და ამ ვერტფრენი წამოვიდა პირდაპირ კინოსტუდიის სეზონში დაჯდა აი ეგრევე დიღომში სადაც თქვენი იმედი სტუდიერი იქვე სადაც მანქანები აყენია ცოტა დიდი ის არის ხო მართალია სიძა აი დაჯდა ვერტფრენი გამოვიდა აგინებდა სულ ყველას რომ იმიტომ მართლა ნუ წარმოეხა ჯგუფი დატოვებული იმაში თუშეთში უსაჭმელოდ უსახსროდ მშივრები შეციებულები მწყურვარები ხო და ნუ ვინ აკეთებს თქვა ეგეთ რამეს ხო იმ პერიოდში ბევრი მცდელობა იყო ამ პერიოდის ასახვის და კატო მე მგონი ყველაზე ზუსტად ის იყო 97 წელი თუ ვცდები როცა ტატომ აიღო და გააკეთა ეს ფილმი რომელიც ჩემის აზრით არის, ვიცი, მართლა საეტაპო ფილმია ქართულში. ანემიის გამოსვლისთანავე კრიტიკა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ეს ქართული კინოს სრულიად ახალი ეტაპი იყო. იმდროინდელი სისხლნაკლებობა ყველაზე ხმამაღლა სწორედ ამ ფილმის მთავარმა პერსონაჟმა გამოხატა. კომუნისტურ მექანიზმთან მეომარი ნონკონფორმისტი გმირი კი ლევან აბაშიძემ განასახიერა. მსახიობმა, რომელსაც ტატო მის მეორე ალტერ ეგოს უწოდებდა.
კარგად მახსოვს რომ ის მაგათი ურთიერთობა იყო ისეთი რა ახერხებდნენ ამბავში ერთად საერთო ინიციატივით რომ ისე განსაკუთრებულად ერთად კარგი ერთობოდნენ რა რავი ლევანი ჩემთვის კიდე ცალკე თემაა ძალიან მძიმე და ძალიან ისეთი დაუშვებელი სიკვდილი ჩემი ძმა უფრო დაშვებული სიკვდილია ჩემთვის იმდროინდ სულ ზღვარზე დადიოდა ისეთ რამებს აკეთებდა რომ სულ ღელა ადამიანზე რომ რამე არ შეემთხვას და ლევანი იყო ვიდრე არც კარგი ფიქრია 80-იანელთა ეს გამორჩეული ტანდემი დაშლამდე კიდევ ერთხელ შეაჯანჯღარებს საზოგადოებას. ეროვნული მოძრაობის აღმავლობის პერიოდში ტატო კოტეტიშვილი იღებს ფილმს City Life. აქ უკვე იგრძნობა მომავალში დამანგრეველი ლოზუნგების სუნი. რეჟისორი ასახავს ქალაქის ცხოვრებას მიტინგების პარალელურად. ლეიტმოტივად იყენებს ეიფორიამდე მისულ პატრიოტულ მოძახილს, გაუმარჯოს და გაურბის ფანატიზმამდე მიახლოვებული იდეალების მონობას. ანიმის მერე ის კიდევ რაღაცა დიდ ნახტომს გააკეთებდა რა. ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვა რომ ცუდია რომ დაიგა საბჭოთა კავშირი. ასეთი პარადოქსი თქვა რა. დატოს მიზეგე. იმიტომ ის გავიდა და ამან ეს შეისუნთქა და ისე შეისუნთქა რომ გასკდა ისა რა. საუბედუროდ. ძალიან დიდი იყო და თან წამლით გაჟღენთილი. მოწამლულ შავ ზღვას ვეძახდი. ამბობდა მისი მეგობარი გოგიტა ჭყონია. თავგადასავლების მაძიებელმა მალევე დატოვა მოწამლული შავი ზღვაც და სამშობლოც, როდესაც როტერდამის ფესტივალზე ახალგაზრდა ჰოლანდიელი რეჟისორი ინეკე სმითსი გაიცნო. აქედან ტატოს შემოქმედების ევროპული ეპოქა იწყება. მავდექით და არ არის ტატო. აქეთ-იქით ვეცით და ნახეთ ეს წერილები. რაც იყო. ისე წავიდა რომ არაფერი არ ასთქვა. დედა მიყვარხარ ძალიან. მივდივარ შორს. რატომღაც მინდა რომ შენ უფრო გამიგო, ვიდრე ვახუშტი. მივდივარ იმიტომ რომ ჩამოვიდე. ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას ვიღებ. აქ ელემენტარულად ცუდად ვიყავი. შენ თვითონაც იცი, რა უაზროდ ვიყავი. დავიღალე. ფანტასტიკურ კინოს გადავიღებ რომ ჩამოვალ. ძალიან გთხოვ დაამშვიდე ვახუშტი. ხო იცი რა დღეში იქნება. ნატაშას თუ გინდა რომ მე კარგად ვიყო, უაზროდ ნუყვირი ხარ. იქ ვიქნები წესიერად, ვიცხოვრებ, ვფიცა ნატაშას. იმ წელს ერთად ჩავედნენ ტატო და სერგო ფარაჯანოვი. იქ იყო ფარაჯანოვის პირველი გასვლა, საერთოდ როცა ციხიდან გამოვიდა და საბჭოთანო, ანუ დიდი მოლოდინი იყო ფარაჯანოვის. იმდენად ეფექტური იყო ტატო, რომ ტატომ გადაფარა. ასე ფარაჯანოვის ხო როგორი მოლოდინი და მსოფლიო სახელი და ასე შემდეგ ტატომ ელემენტარულად გადაფარა თავისი აი ამ რაღაცა არასტანდარტულობით სერგო ფარაჯანოვის არასტანდარტულობით. აი ეგეთი რამე მოხდა. აი თქვათ არის ეგეთი ბილი ლელიველდი ძალიან ცნობილი კინომხატვარი, რომელსაც დღესაც იხსენებს, რომ თქვათ ну როგორც ყოველთვის რაღაცა როტერდამის ფესტივალმა მიამაგრა სერგო ფარაჯანოვს და ტატო რო დაინახა, ну და პირველი შეუძლია დალაპარაკება ერთი და всё და დამთავრდა ამით რა. ეგრევე დღემდე არის ტატოს შვილს დაარქვა. ჩემი ტატო. ტატომ თავისებური ჩვევები ჰოლანდიაშიც დაამკვიდრა. აქაურ საზოგადოებაში თუ გიჟივით ამოვარდნილი იყო, იქაურებს ქართული მენტალიტეტით აუცებდა. საქართველო ძალიან უყვარდა, მაგრამ სწორედ აქ იპოვა უსაზღვრო თავისუფლება, რომელმაც ბოლო 10 წელიწადი გასტანა. ყველასთვის ნათქვამია გჭირდება, არავის არ ეწყინება არც ერთ რეჟისორს. მაგისტრალა საინტერესო მაგისტრალა იყო მუშაობა. აი უსურვებს უყველას რომ უბრალოდ შეხება კონდეს მაგისტრანა აი მაგისტრანა ნიშთან იმიტომ რომ ფანტასტიკური ფანტაზიის და აი შემოქმედებითი რაღაც ადამიანი იყო. სხვა შორის დღესაც კი რაღაც აი ჰოლანდიაში მიწევს ხოლმე რაღაც სამშობლოციარული. დღესაც კი იხსენებენ იქ რაც ჰოლანდიელები რომ
ცხოვრება სწორი გზაზე დამიყენენ ამ ხრივ რა ისეთი დედები რომ მაჩუქაო რომელმაცო ჩემი მერე პროფესიონალის ისე და ამას აი ესე უყრიდაო რა ის რაც იქ ყველაზე ძვირი ვერს რა იდეა ბოლო პერიოდი იქით იყო და ძალიან ძნელია იქ ამ ისე ვიზახი რა ეს არის დაფინანსებული გარ ევროპული მიდგომა რაშიც ვერ ჩაეწერა ცოტა არ იყოს რა მაგრამ აბსოლუტურად ამიტომ აი ეს განხორციელება იმ რაღაც გეგმების ცოტა იქ ამ ხრივ ალბათ გაუჭირდა რა თუმცა ვთქვათ მაგისი ვიზა ჰოლანდიის ბოლომდე ოფიციალური ცოლი არ ყოფილა ინეგე ვიზაში ეწერა რა სტატუსით აძლევენ ვიზას საინტერესო პერსონა ჰოლანდიური კულტურისთვის საბჭოთა კავშირი დაიშალა თუმცა სასოწარკვეთილება გრძელდება ეს კარგად ჩანს უკვე ჰოლანდიურ სურათშიც ია ვარდი და ზამბახი დატოს ფილმების მთავარი კითხვაც კვლავ ასე ჟღერს რა ვქნათ ტრაგიზმითა და შიშით შეპყრობილი ეს კითხვა ხშირად ირონიამდე მიდის ირონია ისევ შექსპირის პრობლემებს უბრუნდება და ყოფნა არ ყოფნის თემა უფრო მკაცრი და სკანდალური ხდება ისეთი ის ქონდა რა ქვია თავი ისეთი მოწყობილი რომ სულ სხვანაირად ფიქრობდა სხვანაირად უყურებდა ამ სამყაროს და ხელოვნებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის როდესაც ხელოვანი არა ცხოვრობს თავის სამყაროში როდესაც ქმნის თავის სამყაროს ის იყო მაქსიმალისტი, რომელიც მუდმივად ზღვარზე დადიოდა, ეძებდა და იგონებდა სამყაროს, რომელიც მის აფორიაქებულ სულს გაათავისუფლებდა. ამ ძიებაში მკაცრი, წინასწარმეტყველური პროგნოზით თითქოს მის და საბედისწეროდ დედამიწაც კი ააფეთქა. ჰოლანდიაში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი სურათი სამყაროს აღსასრული. მაგრამ ისეთია რა ვიცი ხა რაღაცა პასკალზე რაღაცა რო ფეთქდება დედამიწა ამით გახსნეს როტერდამის ფესტივალი მაგალითად იქ კი მოკლეებია მაგრამ ეგეთი ისეთი რაც წინასწარმეტყველური ისინია იგივე რაღაცა როგორ თუმცა ფეთქდება იმიტომ დედამიწა რომ პრეზიდენტთან სეკრეტარშა შევიდა და დივანი და იქ შემთხვევით დააჭირა იმ კნოპკას იმის მერე მოხდა ქალის და პრეზიდენტთან სექსუალური აბორტი თუმცა შეიძლება ეგეთი აბსურდი ყოფილიყო რაღაცა და ეგრე აფეთქდეს დედამიწა აგეთ მიდის იცი იმდენად შეიარაღება და ისა რომ ბოლო ალბათ აი ეგეთი სისულელის გამო შეიძლება ყველამ დააჭიროს მე იმ წერტილს იმ ხილაკს რომელიც დედამიწას ალბათ ააფეთქებს იქით მიდის ყოველდღიურში ყველაფერი არ ქონდა იდეა ფიქსი რომ თქვა ეს ხორა საზოგადოებრივ თუ წავიდე იმიტომ რომ ეკეთებინა კინო და არა იმიტომ რომ რაღაცა თქმული ცხოვრების გამო სულაც არა და სულაც არ ქონდა ეს თქმული ცხოვრება ეგ აბსოლუტურად პირიქით საკმაოდ ძიმე ცხოვრება ქონდა მაგრამ და ჩამოვიდა და აი ეგეთი სურათი გააკეთა თავის მეგობრებზე, თავის ახლობლებზე, თავის ოჯახზე, ოღონდ ეს მოახერხა და ისეთნაირად განაზოგადა, რომ ეს გამოვიდა რაღაცაირი საერთოდ ტკივილი მთელი ამ წლების. იყო კინო და მუდმივი რეისი, თბილისი-როტერდამი. ეს გუნდისგან განცალკევებით მდგომი თოლიას ყველაზე მძაფრ შეგრძნებას გამოხატავდა, რომელსაც ნოსტალგია ერქვა. ბოლო ფილმის სათაური, რომელიც თავად ვერ დაამთავრა და ტკივილი თბილისთან რომ აკავშირებდა. მე ჩამოვედი რაღაც კინოს ვეღებ და ორი კვირაა. კიდევ იქნება ეს ჩამოკვირა. 3 კვირა. აუცილებლად, იმიტომ რომ უნდა გადავიღოთ. აი ესე იგი ტატო ჩამოვიდა ბექა იცი რა იყო დედა შულს არ ხედავდა გააჩნია ხა რა რამდენი ისა იყო რამდენი წლის იყო დედა რამდენი წლის შვილი იყო მამა რაღაცა ცოლს არ ხედავდა აი ესე იყო სუტრიალი სულ სვანეთიდან დაწყებული და კახეთი დამთავრებული აქ არის კახეთის ისა მთელი საქართველო მოიარა
მთელი. და მე ბოლოს გააკეთა, სადაც მე არ წავიდი, რაღაც მეწყინა ტატოსგან, იცის მაგან და იცოდა და ის იყო დამნაშავე რაღაცაში და არ წავედი, გამართა რაღაც დიდი საღამო და მთელი ღამე ცეკვავდა. თან იღებდა და თითქოს ემშვიდობებოდა სამოქალაქო ომით გამოფიტულ ქალაქს, რომელშიც ახლა მხოლოდ დანგრეული სახლები, აფხაზეთის ომში თუ თბილისის ქუჩებში დახოცილი მეგობრების საფლავები და ვიღაცის სტებად თუ არავის სტებად გახლეჩილი საძმაკაცო დახვდა. ბოლოს ჩამოსული რო იყო, სვავდა ბევრს და ცალი ფეხი გაუფსივდა. სპილოს ფეხი გაუხდა და ძალიან შეეშინდა. მე ვთქვი, წაგიყვან ექიმთან. არაო, მეო, ჩემი ექიმი მყავსო და გადაფრინდა ჰოლანდიაში. 2 დღეში ჩამოფრინდა. ფეხი ისე წვრილი აქვს. მე ვთქვი, რა ქენი, მე ვთქვი. არაო, ჩემო ექიმო, ერთი პატარა აბი დამალევინაო და მთელი ფეხი მოშარდებო რა, ბოდიში ამ სიტყვაზე. როგორ მოშარდება? აი ესე ვშარდავდი და უყურებდი ფეხი როგორ ვიწროვდებოდაო რა. ეთქობა, მთელი არაყი აქ ჩაიქცაო. მოხადაობდა. და მისი ფანტასტიკური დედა, ჩემი ფანტასტიკური სილოდრის მეგობარი იყო და რომ გააცილა, არ ელაპარაკებოდა, ისე გააცილა, რომ არასწორი ცხოვრებით ცხოვრობდა. მე გამოვიანგარიშეთ იქ სამზარეულოში, რომ ვიჯექით და მე ტატოს ვიცავდი და თორემ მაგ დროს ყვებოდა. აი ეს არის ბოლო სურათი, მაშინ გუგა მუშაობდა ფრანკთან ერთად და მაგათ ჰქონდა ძალიან დიდი ჯიპი. და უცბად ტატონს თქვა, რომ იცი რაო, ეს მაისი იყო და მე მინდაო, რომ ისა იასამანი მინდა, თბილისში არ იყო იასამანი უკვე. და კწანისიდან მგონი, აი გუგამ ჩამოუტნა მთელი ეს დიდი რა ქვია, ეს მანქანა. რა იყო იცი საოცარ ტატო იდგა, ესე იგი სვამდა, ძალიან ბევრს სვამდა. ძალიან ბევრს აქ რო იყო. და ყველას დაურიგა იასამანი. საერთოდ მე არ ვიცი როგორ, ნუ ერთი ბიჭი კი იყო, რომელიც მართავდა მანქანას. სკოლასთან დადო, თავის სკოლასთან. და მე მივიდა, მაშინ ეს სახლი ხო შენდებოდა. და მივიდა დადო ეს იასამანი და სხვანი და მოისწრები სახლსო თუ არა. ძმაკაცებთან ზოგს არ ეძინა, ზოგს ეძინა და ისე დაუტოვა. აი ყველას დაუტოვა იასამანი. ჩვენც ყველანი აქ ვართ, ყველა მისი მეგობარი და ახლობელი. ავსტრიიდან გამოგზავნილ სამძიმრის წერილში ტატოს პირველი ცოლი უტე აიზინგერი წერდა. გავიგე როგორ გლოვობენ ტატოს თბილისში. მე ვფიქრობ, ისინი მხოლოდ ტატოს კი არა, საუკეთესო წლების თბილისაც მისდირიან, რომელშიც ტატო მეფე იყო. ერთგვარი რენესანსული თავადი, რომელიც ყველას იმის მაგალითს აძლევდა, თუ როგორ შეიძლება შენი ოცნებები ყველასათვის ზეიმად აქციო. ყველაზე იძახიან, რომ რაც ცუდია, რომ გარდაიცვალა საწყალი, რაღაცა იგივე როგორც ვახურზე შემიძლია, ეგ ტატოზე. მე ვამბობ პირიქით, სხვა კონტექსტით, რა კარგია რომ იყო. ხოჯერ არ ყოფილიო. და ჩემთვის ის რომ ტატო იყო, ვახუშტი იყო, ეგ არის მე ერთად ცხოვრობ და რაღაც ვაგრძელებდი იმდენი რამე მომწეს, რომ მოდი რა იმას კი ვიტყვი, საწყალი როგორ გარდაიცვალა, ამით კი არ მოხდეს მოხსენიება. არამედ იმით, რომ რა კარგია რომ ეგ ხალხი არსებობდა, რა. სამწუხაროდ ძიმე დროში მოვხვდით. ეს იმას რო გეუბნებოდნენ ჩვენი ბაბუები და მამები, რომ თქვენ რა იცით რა ომი რა არის და შიმშილია და უცებრავად თითქოს 1-10 გადაიარა ამან ჩვენზე. მაგრამ მე არ თვლი რომ ეს დაკარგული თაობა არანაირად არ თვლი, იმიტომ რომ ეს თაობა შეიძლება აუცილებელი იყო რაღაცისთვის, რაც მერე მოვა ამ ჩვენი გამოცდილებით ამ საბჭოთა კავშირის და სხვადასხვა მომკავშირებლები რაღაცათა არ ვიყავით რა. ყველანი ვიყავით და დისიდენტი ალბათ იქნება ესეთ მაღალფარდოვანი სიტყვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ყველანი თავისუფლები ვიყავით აი ამ რაღაცა გვეკიდა ფეხებზე ყველა ეს რაღაცა წესები საზოგადოებისა, რომელიც იმ ხანად იყო. ამ ჩვენ ფილმებში ჩანს და ტატოს ფილმებში იგი განსაკუთრებით. შექსპირისეული ზარბაზნების გასროლის ხმა სამყაროს მოვლენათა მარადიული განმეორების, მორიგი ციკლის დასაწყისს აუწყებს. მენსტრუაცია დამთავრებულია. დროთა კავშირი აღსდგა, რათა კვლავ დაირღვეს. შოუ გრძელდება. ყოფნა არ ყოფნაზე ახლა სხვებმა იფიქრონ.
ასე მთავრდება ტატო კოტეტიშვილის განუხორციელებელი სცენარის ჰამლეტის ერთ-ერთი ქვეთავი. რეჟისორმა ეს სცენარი თითქოს თავისი უცნაური სიმბოლიკის მსგავსად გასაღებივით დაუტოვა თაობებს.